თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის ფერებში. თბილისის ცენტრში გამართული ღონისძიება ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ, რომელიც მიძღვნილია ისლამური რესპუბლიკის გამარჯვების 57 წლის თავს და საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშად არსალიას გამოსვლა სიტყვით. იმ ლაშად არსალიას გამოსვლა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე იყო შეერთებულ შტატებში და ხვდებოდა იქ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს და განიხილავდა ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობას. ამის შემდეგ კი ესწრება ღონისძიებას, რომელიც მიძღვნილია იმ მოვლენისადმი, რომელიც შეერთებული შტატების მიერ მიჩნეულია ირანთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზად და რეალური პროცესი გაწყვეტის იმ დროიდან არის დაწყებული. რომელიც მათ შორის არის მიზეზი იმისა, რატომ მიმდინარეობს რეგიონში დაპირისპირება და დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ერთი მხრივ და მეორე მხრივ ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. გარდა ამისა, ღია ასეთი მხარდაჭერა პარალელურად იმისა, რომ ირანში არის მნიშვნელოვანი პროტესტი, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების დაცვისა და რეჟიმის არსის ცვლილებისკენ, ეს მკაფიო გზავნილებია თბილისიდან, არა მხოლოდ ვაშინგტონის, არამედ მათ შორის ევროკავშირის მიმართულებითაც. სულ ახლახანს ევროპულმა ქვეყნებმა ღიად და საჯაროდ აღიარეს ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსი, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. მართალია ამის საპასუხოდ ირანმაც ევროპული ჯარები აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციებად, თუმცა ამის გავლენა, ის აღქმა, რომელიც არსებობს, კონკრეტულად თუ რომელი ქვეყნები წარმოადგენენ ცივილიზებულ სამყაროს, ხოლო ირანის დღევანდელ რეჟიმს რა როლი უკავია დღევანდელ მსოფლიოში, მათ შორის ვისი მოკავშირეა და რას ცდილობს, რა თქმა უნდა, ძალიან ღიად და ნათელია. ამის პარალელურად ისრაელის საელჩოს მიერ თბილისში საჯარო განცხადება, რომელიც მიმართულია საქართველოს კონკრეტულად და მოქალაქეების მიმართაც, ისე როგორც ხელისუფლების, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო. მე დავიწყებ სწორედ ისრაელის საელჩოს განცხადების წაკითხვით. ციტატა: მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს, თავისი ქალაქების ქუჩებში ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში, როგორც რეგიონში, ისევე მთელ მსოფლიოში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით. რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. წერია ისრაელის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში, საქართველოში საელჩოს გულისხმობ. ეს საკითხები, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ, ფართო, გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ პროცესს მოიცავს. თუმცა ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებულად აქტუალურია, რადგან საკითხი ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, საგარეო ურთიერთობებს და კავშირებს. რა თქმა უნდა, არც ერთი პრაგმატულად მოაზროვნე მოქალაქე არასდროს იტყვის, რომ საქართველოს სჭირდება რომელიმე ქვეყანასთან დაპირისპირება, მათ შორის არც ირანთან. თუმცა, არის თუ არა ეს ქმედებები, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ გააკეთა, მიმართული საქართველოს უსაფრთხოების კიდევ უფრო გაზრდაზე, თუ პირიქით, ამცირებს საქართველოს უსაფრთხოებას და არღვევს ჩვენს კავშირებს დასავლეთთან. ამ თემებზე დღეს ერთად ვისაუბრებთ და გავაანალიზებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში მოგმართავთ, რომ აუცილებლად მხარი დაუჭიროთ ამ ანალიზს, დალაიქებით, ანუ მოწონებით ამ ანალიზის, ასევე დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის. დღევანდელი თემა, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკურად
არის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ბოლო განვითარებებიდან. რადგანაც უკავშირდება ჩვენს ისტორიულ ურთიერთობებს ისრაელთან, 26 საუკუნის ქართულ-ებრაული ურთიერთობები არის საფუძველი, რომელიც ხელს გვიწყობს ასევე საქართველოსა და ისრაელს შორის თავისი არსით სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბების იდეას. ისრაელი, რომელიც ბევრი მიმართულებით არა მხოლოდ ჩვენთვის პარტნიორი ქვეყანა არის, არამედ უდიდესი შესაძლებლობა. შესაძლებლობა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბების, შესაძლებლობა ძლიერი საქართველოს მშენებლობის და დასტური, რომ პატარა ქვეყანას, კომპაქტურ ქვეყანას შეუძლია იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში სწორედ ეს ფუნდამენტი გაგვაჩნია, რომელიც ხელს უწყობს იმას, როგორც ერთს, როგორც ისტორიულ კულტურულ ერთობას, რომლის ნაწილი აქვე ვიტყვი და კომენტარებს ვკითხულობ ცხადია, როცა ვამბობ ქართულიერი, ქართველიერი, მე გულისხმობ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ეთნიკური გაგებით ქართველებს, არამედ იმ ფართო გაგებით ქართველს, რომელიც არის გაერთიანება მთელი ჩვენი საზოგადოების. რა თქმა უნდა, მე როგორც თბილისელი სომეხი მათ შორის მოვიაზრებ ჩემ თავს და სხვებსაც აი ამ ჩვენ ერთობლივ კონცეფტში ქართველი ფართო ერის აღქმაში, რადგანაც ჩვენი კულტურული და ისტორიული ერთობა საფუძველია იმისა, რომ ჩვენ როცა ვამბობთ ჩვენ, ვიგულისხმოთ სწორედ ჩვენ და ეს აერთიანებს, ეს არის სიმდიდრე საქართველოსი და ქართველი ებრაელებიც ზუსტად ასეთი სიმდიდრე არიან ჩემი ღრმა რწმენით და ამაში დარწმუნებული ვარ. სიმდიდრე არიან არა მხოლოდ ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოსი, არამედ ქართულ, ებრაული და საქართველოს-ისრაელს შორის ურთიერთობების. რაც შეეხება სპარსეთს და ირანს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა აქ გავმიჯნოთ ირანი როგორც სახელმწიფო და მეორე მხრივ ირანის გავლენები, მათ შორის საქართველოში. ცხადია, რომ ირანის გავლენები საქართველოში, მათ შორის ჩვენს მოქალაქეების მიმართულებით, საქართველოს მოქალაქე რელიგიურად შიიტური აღსარებლობის, შიიტური ისლამის აღსარებლობის მქონე მოქალაქეების მიმართულებით არსებობს ასეთი გავლენა. თუმცა ჩვენ უნდა განვაცალკევოთ ეს, რადგანაც პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე არა თავისი ეთნიკური ნიშნით, ან თავისი რელიგიური ნიშნით, არამედ საკუთარი სახელმწიფოს მიმართ და ეს არის საქართველო მხარდაჭერით, ლოიალობით და გულშემატკივრობით, ნებისმიერი სხვა სიტყვაც აქ მისაღებია რეალურად, სწორედ საქართველოს სადარაჯოზე უნდა იდგეს. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ირანზე, სამწუხაროდ ირანი არა მხოლოდ ისტორიულად და ეს დადასტურდა დღევანდელი ჩვენს მედიაშიც გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენ ვნახეთ, რომ საინტერესოა ეს, რა თქმა უნდა, რომ ირანის საელჩოს მიერ გავრცელებული აი ამ მოწვევის წერილებში, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტულად ამ ღონისძიების დაგეგმვას, ანუ აი ისლამური რესპუბლიკის და რევოლუციის გამარჯვებისადმი ამ ღონისძიებას, ამ წერილში აღნიშნულია სრულიად სხვა კონტექსტი. კერძოდ, წერილის ზედაყრდაში წერია და ეს გავრცელა ცნობილმა აღმოსავლეთმცოდნემ, ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა და მის გვერდზე გავრცელებული გიორგი სანიკიძის სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ ისლამური რესპუბლიკის მოწვევა უკავშირდებოდა ქართველების ირანში ჩასვლის 400-მე წელს, ასე ვთქვათ, თუმცა აქ სრულიად სხვა რამე იგულისხმება, ეს ჩასვლა ბჭყალებში რეალურად ქართველი ერისთვის ტრაგედიაა, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი შაჰ აბასის და კახეთში აი ამ შეჭრას გულისხმობდა და რეალურად ამის აღსანიშნავად როცა გეძახიან, თუმცა ზედაყრდა არის მხოლოდ ეს, როდესაც შიგდა ასე ვთქვათ, მოსაწვევ წერილს ვუყურებთ, იქ წერია, რომ ეპატიჟებიან ისლამური რესპუბლიკის გამარჯვების დღესასწაულზე. აღსანიშნავი არის უბრალოდ როგორც ფაქტი, რომ ეს ღონისძიება გაიმართა სასტუმრო პარაგრაფ თბილისში. მედიამ დაწერა, რომ ეს სასტუმრო და ეს საჯარო ფაქტია ეკუთვნის საქართველოს ფაქტობრივ მმართველს ბიძინა ივანიშვილს და ესეც კიდევ ერთი დასტური არის ზოგადად იმისა, რა დამოკიდებულებას იჩენს დღევანდელი ხელისუფლება ირანის მიმართ. აქ ჩდება კითხვა,
რატომ არის ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება? კერძოდ, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში როგორ შეიცვალა 2012 წლიდან დამოკიდებულება ირანისადმი. როდესაც თავიდან საქართველოს გაცილებით უფრო ორიენტირებული იყო თავისი ისტორიული პარტნიორების შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ისრაელის მიმართულებით ურთიერთობის განვითარებით, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკური ცვლილების ფონზე რუსეთთან იდეოლოგიური დაახლოების ეკონომიკური კიდევ უფრო დამოკიდებულების ზრდის ფონზე ჩვენ ვხედავთ ასევე ირანთან სულ უფრო მჭიდრო დაკავშირებას. ნუ თუ შემთხვევითობაა ის ფაქტი, რომ რამდენიმე ასეთი ერთობლივად დამტყვევა მოხდა. და მათ შორის ეს გულისხმობს თუნდაც ანძის საკითხს, როდესაც ჩვენ 7 ოქტომბრის მოვლენების დროს ანძა ისრაელის ფერში იყო გაფერადებული, ეს რა თქმა უნდა იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს ხრჩება ერთგული ისრაელთან სტრატეგიულ ურთიერთობებს. რადგანაც ეს ცივილიზაციური არჩევანიც არის ერთი მხრივ. კერძოდ, თქვენ იცით, რომ საქართველოს ის ქვეყანა არის, სადაც არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი. ირანი დღეს მისი რეჟიმის პირობებში და არა ხალხის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საუბრობთ არა ირანელებზე, პირიქით, მაგალითად საქართველოში ცხოვრები ირანელები პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა არის ოპოზიციურად განწყობილი და აქ საელჩოსთან აქციებსაც კი მართავენ ირანის საელჩოსთან ამ რეპრესიების წინააღმდეგ. თუმცა მთავარი კითხვა უკავშირდება შემდგომს. რატომ ასე დემონსტრაციულად? რატომ ასე ღია? და რატომ ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში, რომელიც იყო ჩასული ახლა შეერთებულ შტატებში და შეერთებული შტატებისთვის რომ წითელი ხაზია ასეთი ირანთან მჭიდრო დაახლოება, განსაკუთრებით საქართველოსი. აქ შეიძლება მაგალითი მოიყვანონ მაგალითად სომხეთის და აზერბაიჯანის და გეტყვით რომ სომხეთს და აზერბაიჯანს საზღვარი რომ გააჩნია, მათ მიმართ ყოველთვის იყო დამოკიდებულება სხვა. დიახ, როდესაც გაგაჩნია საზღვარი, მათ შორის რუსეთის ფაქტორის მიმართ ზუსტად იგივეს ვამბობ მე, გაგვაჩნია საზღვარი რუსეთთან, ამიტომ თხილი უნდა ვიყოთ. და სომხეთი და აზერბაიჯანი თხილობენ. თუმცა ამ დღეებში ანძა ერევანში, რომლის გაფერადება შეიძლებოდა არ იყო ირანულ ფერებში, რამდენადაც მე ვიცი, და მანამდე JD Vance-ის ვიზიტის დროს იყო ამერიკულ ფერებში, ხოლო აზერბაიჯანში ასევე მათი ჰეიდარ ალიევის ცენტრი ანძას ნაცვლად ეს ცენტრი ფერადდება ხოლმე ბაქოში იმავე დღეს, როდესაც თბილისში ანძა იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის ფერებში, იყო ამერიკულ ფერებში. ეს ყველაფერი არის გზავნილები და გეოპოლიტიკურ დონეზე ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. და უნდა ვნახოთ რა დამოკიდებულება და რა კავშირები გაგვაჩნია ირანთან, რომელისთვისაც ჩვენი ტრაგედია არის თურმე ზეიმი, რომელიც ჩვენ მათთან ერთად უნდა ვიზეიმოთ, რომ ქართველები ირანში აღმოჩნდნენ და როგორ რა პირობებში აღმოჩნდნენ, ჩვენ ისტორიიდან, სკოლიდან ჯერ კიდევ კარგად ვიცით. ან თუნდაც ისლამური რესპუბლიკის გამარჯვება იდეის, როდესაც ამ იდეის ქვეშ ხშირად საქართველოს ოკუპაცია ხდებოდა და ახლა უკვე ისრაელის განადგურების დღის წესრიგი ამ იდეის ქვეშ არსებობს, ჩვენთვის შეუძლებელია რომ იყოს მისაღები მაშინ, როდესაც ისრაელი და ებრაელი ერი არასდროს ყოფილა ქართველის მიმართ დამპყრობელი და პირიქით, ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის ურთიერთპატივისცემაზე იდგა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ურთიერთობებში არის სირთულეები, თუმცა ჩვენ გვჭირდება ამ სირთულეების გადალახვა და ვაშინგტონთან, იერუსალიმთან, ბრიუსელთან, ლონდონთან ურთიერთობის განვითარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს იმის ხარჯზე, რომ ჩვენ უფრო დავაახლოვდეთ ირანს, რუსეთს და რეალურად მათ მთავარ მოკავშირე ჩინეთს. აქვე პრაგმატულად საქართველოს ნებისმიერ სხვა ქვეყანასაც, მაგრამ მე საქართველოს მოქალაქე ვარ და საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებით ჩემი მოსაზრებები გამაჩნია და შესაბამისად ამ მიმართულებით უნდა ვთქვა, რომ არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ვინმეს მიმართ მიმართული წინააღმდეგ. და ეს პრაგმატულია პატარა კომპაქტური ქვეყნების პირობებში. საქართველოსთვისაც რა თქმა უნდა ჩინეთიც არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, რუსეთის მიმართ ფრთხილი პოზიცია, თუმცა ირანის მიმართ შეიძლებოდა უფრო ფრთხილი პოზიციის ქონა და არა ასეთი პროაქტიული მხარდაჭერა, რაც აქ გამოიკვეთა. შესაძლოა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ
ვერ დავტოვებდით საერთოდ უყურადღებოთ ამ მოვლენებს. ირანი ბოლოს და ბოლოს შორს არ არის, მას გააჩნია გავლენები და შესაბამისი რისკები, მაგრამ რისკების მართვა ირანის მიმართულებით არ უნდა ხდებოდეს ახალი რისკების შექმნის ხარჯზე შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში, რადგან ეს მათთვის ვიცით რომ პრობლემა არის. არ უნდა ხდებოდეს ისრაელთან და ისრაელის საელჩოსთან განცხადება, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს. და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, გავაანალიზოთ და ვიყოთ ფრთხილი. ქართული ოცნება გეგონება ფრთხილი პოლიტიკის მომხრეა, მაგრამ რატომღაც ეს ფრთხილი პოლიტიკა არ მოიცავს იმას, რომ არ ვავნოთ ურთიერთობებს დასავლეთთან. რატომღაც ევროპული ქვეყნების, დასავლეთის, მათ შორის გერმანიის ელჩი, სხვა დღეს გავიგეთ, რომ ესტონეთის ელჩი საქართველოში აღარ იქნება და სომხეთში გადაინაცვლებს და მხოლოდ იქ იქნება, დაფარავს ორ ქვეყანას. ეს ქმედებები ავნებს საქართველოს ურთიერთობებს დასავლეთთან და ფრთხილი პოზიცია ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება. გასაგები თუ ეს სიფრთხილე არის მიმართული მხოლოდ ირანთან დაახლოებაში, რუსეთთან დაახლოებაში და ამავდროულად ჩვენს ტრადიციულ მოკავშირეობას ყველაზე განვითარებულ, ყველაზე ძლიერ, ყველაზე მდიდარ, ყველაზე მაღალ ტექნოლოგიურ, ცივილიზაციურად ყველაზე ახლო ქვეყნებთან ჩვენი დაშორების და დაპირისპირების ხარჯზე. ვფიქრობ, რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე ბევრი დისკუსია მიმდინარეობს ახლა და მინდოდა ჩემი მოსაზრების და პოზიციის თქვენთან განხილვა და თქვენთვის გაზიარება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგ გადაცემაში.